მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებულობისათვის. დიდი მადლობა ბატონ ბიძინა, რომელიც საშუალება რომ ვემსახუროთ ჩემს ქვეყანას თქვენთან ერთად, ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება ჩემთვის, ძალიან დიდი ნდობა. და მე ვირდებით ყველას, ვირდებით მოსახლეობას, ვირდებით თქვენ, ვირდებით კოალიციას, მთლიან მთავრობას, რომ გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ თქვენს მიერ დაწყებული გზა წარმატებულად გავაგრძელოთ. 2 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილმა თავის მემკვიდრედ მისი ყოფილი თანაშემწე და შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ღარიბაშვილმა პირველად თავი ქართულ საზოგადოებას 2012 წლის წინა საარჩევნო კამპანიისას გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერებით დაამახსოვრა. ახარ დავინახოთ ეს ხალა, მაგის დედის მაგას დედას და იგავს დედა მაგარი არ უნდა გამბიჭო, რა გონთან რომ გონია რომ ძალიან მაგარია. ხალა ენჯიოშნიცა ბიჭო დარჩენილია იქ არის ისევ რა. და კიდე არის პრობლემა იცი რომ მაგ დედა დაუბარე თელი საგარეო პოლიტიკა პია. რა ჩემი არ საგარეო პოლიტიკა იცი, არ პიარი და არაფერი არ იცის თო. ივანიშვილმა თანაშემწეს გინება შეუქო. ირაკლი ღარიბაშვილი ჩემი საყვარელი ბიჭია, მაგარი გინება წოდნია საერთაშორისო. პრემიერ-მინისტრის პოსტზე ღარიბაშვილის კანდიდატურას უმრავლესობა ოვაციებით შეხვდა, მათ შორის თინა ხიდაშელი. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ არანაირი თემა დისკუსია არ ყოფილა განსაკუთრებული, იმიტომ რომ პრინციპში ყველას მოლოდინი გამართლდა, არანაირი სიურპრიზი არ ყოფილა. ღარიბაშვილის კანდიდატურა მოიწონა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმაც. ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ჩვენი გუნდის ერთ-ერთი საყრდენი წევრი იყო პირველი დღეებიდანვე და ამას განაპირობებდა არა მხოლოდ მისი სიახლოვე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკაში მის მოსვლამდე, არამედ მისი პიროვნული თვისებები, საქმიანი თვისებები, მისი ნიჭი და მისი უნარი ძალიან მძიმე კრიტიკულ სიტუაციებში აეღო პასუხისმგებლობა და ემოქმედა და ეაზროვნა მასშტაბურად. ფორმალურად პრემიერ-მინისტრი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. უმრავლესობის წევრთა რეაქციების მიხედვით თუ იმშელებთ, მთავრობის მეთაურის პოსტი ღარიბაშვილს გარანტირებული აქვს. პრემიერ ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილს ბიზნესი გაეგება და კარგად ვაჭრობს. ამასთან მან ყველაზე რთული სტრუქტურა გადააწყო და ვისაც მადლიერების გრძნობა აქვს, ამას ყველა დაინახავს. აქვს ირაკლის ბიზნესის გამოცდილებაც აქვს, ეკონომიკაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, კარგი მენეჯერია. ირაკლი გავიცანით, თუ გნებავთ იყო სავაჭრო დეპარტამენტში იყო მე მგონი, როდესაც პირველი ვერტალიოტი ვიყიდე ფრანგული და ფრანგები ისე დღეში ჩააგდო, რომ ესე არ გაიყიდნათ არადოს ვერტალიოტი და ეს ამით გავიცანი ირაკლი გავიცანი მაშინ, როდესაც ფრანგებს კომპანიას ვინც მომყიდა ვერტალიოტი გავიცანი, რომ ვინ არის ეს კაცი გვაჩვენეთო და იქნებ ჩამოვიდა საფრანგეთში. ჯერ ესეთი ფრანგული საიდან იცისო და მე ესეთი ვაჭრობა როგორ ისწავლა. ყველაზე რთული სტრუქტურა გადააწყო და როგორ გადააწყო ნახეთ. ახლა ვისაც დაგრჩენიათ ობიექტურობა, ვისაც თქვა ნაციონალებიდან არ გაქვთ გადადებული თქვა კრიტიკისთვის და ჟურნალისტები მიყავს ხედულობაში და მთლიანად საზოგადოება და ვისაც ელემენტარული მადლიერობის განცდა დარჩა, არ შეიძლება არ შეამჩნიოს როგორი პოლიცია ხობს ჩვენ დღეს. და რა თქმა უნდა ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურება ძირითადი და ლომის წვლილზე მეტი წვლილი მას აქვს ამაში შეტანილი. რას უნდა უმადლოდეს საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილს? მიმოვიხილოთ მისი ერთწლიანი მოღვაწეობა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნისთანავე ირაკლი ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ უწყებას დანაშაულის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ექნებოდა. ღარიბაშვილი დღემდე ამტკიცებს, რომ დანაშაულს ეფექტიანად ებრძვის, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა საფუძვლიან ეჭვებს აჩენს. ჯერ კიდევ მარტში მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში დანაშაული 40%-ით შემცირდა, თუმცა ნეტგაზეთისთვის მისი უწყების მიერვე მიწოდებული სტატისტიკა საწინააღმდეგოს ამტკიცებდა. საწინააღმდეგოს ფიქრობენ მომავალი პრემიერ-მინისტრის თანაგუნდელებიც. მდგომარეობა გავარესებულია, რაც უნდა ვინც უნდა თქვას და რა რიცხვებიც უნდა იყოს წარმოდგენილი, არის ობიექტური მონაცემები, რომელიც ამას აჩვენებს. ბერძენიშვილს ეთანხმება საზოგადოების მესამედი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით მოსახლეობის მესამედი ფიქრობს, რომ დანაშაულმა მოიმატა, ხოლო ღარიბაშვილს, რომელიც ამტკიცებს, რომ დანაშაული შემცირდა, მხოლოდ 11% ეთანხმება. კრიმინალის ზრდაზე მეტყოლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ბაზის მონაცემებით, რომელიც ტაბულას მიაწოდეს. ამ ბაზაზე წვდომა უწყების რამდენიმე ათას თანამშრომელს აქვს. მონაცემების მიხედვით 2013 წლის იანვარ-აგვისტოს თვეში დანაშაული ჯამში გაზრდილია დაახლოებით 18%-ით, მათ შორის ქურდობა 4%-ით, ზარცვა 33%-ით, ყაჩაღობა 78%-ით, იარაღთან დაკავშირებული დანაშაულებები 92%-ით, ნარკოდანაშაული კი 184%-ით. ამ მონაცემების მიხედვით გაზრდილია დანაშაულის გახსნის მაჩვენებელიც. აღსანიშნავია, რომ ღარიბაშვილი ღიად უპირისპირდებოდა მასშტაბურ ამნისტიას, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2012 წლის დეკემბერში მიიღო, თუმცა მისმა პოზიციამ პარლამენტის გადაწყვეტილებაზე გავლენა ვერ მოახდინა.
კაცრი კრიტიკის ობიექტად პირველად ღარიბაშვილი 2013 წლის თებერვალში მოიქცა. საჯარო ბიბლიოთეკაში პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლაზე მისულ ნაციონალურ მოძრაობის წევრებს აქციის მონაწილეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შეხვედრა ჩაშალეს. აგრესიას საკუთარ თავზე პოლიციამაც იწვია, რომელსაც პასიური როლი ჰქონდა. მოძალადეები ფულადი ჯარიმით დაუძრნენ მართლმსაჯულებას. ღარიბაშვილი 8 თებერვლის შემდეგ ამტკიცებდა, რომ პოლიციას უზრუნველყოფილი ჰქონდა უსაფრთხოების დერეფნები. საერთაშორისო საზოგადოებას ამის მტკიცებულებად მან შინაგან საქმეთა სამინისტროში დამზადებული გრაფიკა წარუდგინა, თუმცა რეალობის ამსახველ ვიდეო კადრებს ამ დერეფნების არსებობა არ დაუდასტურებია. აღსანიშნავია, რომ გიგანა სარიძეს 8 თებერვალს ერთ-ერთ დაზარალებულს მალე შეხვედრას ღარიბაშვილი არჩევნებში გამარჯვებამდე ცოტა ხნით ადრე პირდებოდა. კითხვები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა კავშირია ეგრეთ წოდებულ პოლიტპატიმრებსა და ღარიბაშვილს შორის. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამ დაჯგუფებას შორის კავშირზე მეტყველებს ნუგზარ ფოფხაძის სახლში გაკეთებული ჩანაწერი, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე სწორედ ამ თემაზე საუბრობს. ირაკლი მე მითხრა პირადად პოლიტიკური საკითხები მე ჩავაბარე გელა ხვედელიძეს. ირაკლი შეიძლება მივისმა მე მითხრა პირადად. აზრით ციდგა ზამები და დავარბაში შეყოლაფერზე იცი რა ვერ გავიკეთო. დაბაგეობნები რომ კაცო მითხრა რომ ირაკლი ღარიბაშვილმა რომ მე პირადად ჩავაბარე გელა ხვედელიძეს ეს საკითხები რომ მას ეს გადაეწყვიტა. ანუ აბა მე ნუგზერთა ხო არ მექნება პრეტენზია შენთან ხო? არ სამგასთან არა ხო? ვუხსნი ამას ყველაფერს რა. ადამიანები რომლებიც ჩვენ ვიყავით ირაკლისთან ვილაპარაკე და ვისაუბრი ძალიან ბევრი რამე პოლიტიკაზე ლაპარაკი იქ თვითონ გელა ხვედელიძე მოითხოვა რომ სამეგრელოში უნდა გაკეთდეს შვილიში უნდა გაკეთდეს, აჯერაში უნდა გაკეთდეს და ასე შემდეგ ის ყველაფერი ჩაიარა კრალებით, მაგრამ არა უშევს ეგეც. აი ეს ვიճები რაც შეიძლება განაცხენებული გელაძე და რაც მოუდა ირაკლი. ეხლა ავროპაზე რატომღაც მიაბეს ესენი ყველა ნანა კაკაბაძე და ნანა კაკაბაძე თუ ვინმე მიცის როგორი პოლიტპატიმარი არის ნუგზარ ფოფხაძე რა. ირაკლი ღარიბაშვილის კიდევ ერთი ხმაურიანი გადაწყვეტილება სწორედ გელა ხვედელიძეს, მის პირველ მოადგილეს უკავშირდება. სამართალდამცავების მტკიცებით, მან კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის გიორგი ფარესაშვილის შანტაჟის მიზნით მისი პირადი ჩანაწერები გამოაქვეყნა. ხვედელიძეს ბრალი მას შემდეგ წარედგინა, რაც მედიაში ნუგზარ ფოფხაძის სახლში გაკეთებული ფარული ჩანაწერი გამოქვეყნდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიება სავარაუდო თანამძრახველების გამოვლენის მიმართულებით აღარ წასულა. თავად ხვედელიძე, რომელსაც თანამდებობა დაატოვებინეს, გირაუთია გამოშვებული და საზღვარგარეთაც მოგზაურობს. ცალკე საკითხია ღარიბაშვილი და უმცირესობები. 17 მაისს ჰომოფობის წინააღმდეგ მიმართული მცირერიცხოვანი აქცია მრავალათასიანი კონტრაქციის მონაწილეებმა ძალადობრივი მეთოდებით ჩაშალეს. მიუხედავად მოცულობითი ვიდეო მასალისა, რომელიც კონკრეტული პირების, მათ შორის სასულიერო პირების დანაშაულს ადასტურებს, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაჯარიმდა 100 ლარით. ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ შეძლო მუსლიმი უმცირესობის უფლებების დაცვა. ჯერ ნიგუზიაში, შემდეგ წინწყაროსა და სამთაწყაროში მცხოვრებ მუსლიმებს ლოცვისა და გადაადგილების თავისუფლება შეეზღუდათ, თუმცა ამისთვის არავინ დასჯილა. ღარიბაშვილმა საზოგადოებას თავი პირად კონტროლზე აყვანილი საქმეებითაც დაამახსოვრა. მათ შორისაა ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა, ბათუმში მარიამ კოჩალაძის მკვლელობა და ეგრეთ წოდებული ჯიჰადის ვიდეოები. Mikhail Saakashvili jihad against Georgian crusaders. რაფალიანცის საქმე დღემდე გამოუძიებელია. აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ირაკლი ღარიბაშვილი ამ ტრაგედიას ნაციონალურ მოძრაობას უკავშირებდა. რაც შეეხება ორ დანარჩენ საქმეს, ბრალდებულად ცნეს ის ადამიანები, რომელთა დაკავებაც ვერ მოხერხდა, რადგან საქმის გახსნის დროს უკვე ქვეყანა ჰქონდათ დატოვებული. ღარიბაშვილის უწყება კრიტიკის ობიექტი გახდა 2012 წლის აგვისტოში, როდესაც დანაშაულის პრევენციის მიზნით პოლიციამ რეიდები მოაწყო და მოქალაქების მასობრივ ჩხრეკვას შეუდგა. პოლიტიკური ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი დანაშაულთან ბრძოლის 90-იანი წლების მეთოდებზე ალაპარაკდა. მოგვიანებით ღარიბაშვილის უწყებამ რეიდების დაკანონება პოლიციის კანონში შეტანილი ცვლილებებით შეძლო. ცვლილების მიხედვით დაკანონდა ეგრეთ წოდებული საპოლიციო კონტროლი, რაც წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე განსაზღვრული დროით მოქალაქეების შემოწმების უფლებას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ ამავე ცვლილებებით გამარტივდა პოლიციაში თანამშრომელთა მიღების წესი. მოიხსნა ზედა ასაკობრივი ზღვარი და გაუქმდა აუცილებელი გამოცდები. პოლიტიკური ოპონენტები მიიჩნევდნენ, რომ ეს ცვლილება ღარიბაშვილს მისი სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დროინდელი კადრების მისაღებად დასჭირდა. კიდევ ერთი ბრალდება, რაც ღარიბაშვილის მიმართ ხშირად ისმის ნეპოტიზმი. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავები და მისი სიმამრის თამაზ თამაზაშვილის ახლობლების სხვადასხვა თანამდებობებზე დაინიშნენ. თამაზ თამაზაშვილის ცოლის ძმამ, დამ, სიძემ, დიშვილმა, შვილის მეგობრებმა, სამსახურების უფროსების, მუნიციპალიტეტების გამგებლების, სხვადასხვა რეგიონული სამმართველოების თუ სამსახურების უფროსების პოსტები გადაინაწილეს. თუმცა ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ მისი ცოლის ნათესავი არ არის. მაგალითად თქვენი და დაინიშნა მუნიციპალური განვითარების ფონდში. თქვენი სიმავრის ღარიბაშვილის თამაზ თამაზაშვილის. რომელიც იხეში ყავდათ 1 წელი. ეს კომპენსაციაა ამ შემთხვევაში? არა, ნათესავი არ არის. თქვენ არ გწმენიათ რომ მეუღლის ნათესავი არ არის ნათესავი. დავაშენებთ.